ეს აბი განსაკუთრებით მძიმე ფორმის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება და უკვე აქვს მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა მისი მოქმედების მექანიზმი არც იმუნოთერაპიას ჰგავს და არც ქიმიოთერაპიას. ბელზუტიფანს განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვს. ის სწორედ იმ ცილას ბლოკავს, რომლის ხარჯზეც სიმსივნური უჯრედი მაშინაც კი არ კვდება, როცა ჟანგბადი არ ჰყოფნის. პრეპარატით მკურნალობენ თირკმლის კიბოს, თვალის ბადურის, ტვინისა და პანკრეასის სიმსივნეებს. ბელზუტიფანი ბლოკავს სიმსივნის გაზრდისა და გავრცელების უნარს. ამცირებს მას ზომაში და რაც მთავარია, აქვს ბევრად უფრო ხანგრძლივი ეფექტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახის თერაპიას. დამჭირდა ტვინის 4 ოპერაცია, რის გამოც ერთი ყურიდან სმენა მთლიანად დავკარგე. შემდეგ ქირურგიული ჩარევა ხერხემალზე მომიწია, რომ სიარული თავიდან მესწავლა. ეს დაავადება გამუდმებით უკან ბრუნდება და თავიდან გირყამს. თავს დაუნდობლად გესხმის. ახლა მისი გაკონტროლება შესაძლებელია. ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმა უკვე სისხლის ტესტით შეიძლება. ტესტი სისხლის პლაზმაში 2 ბიომარკერის შეფარდებას ითვლის, რითიც ექიმებს შეუძლიათ ალცჰაიმერის დიაგნოზი დაავადების ადრეულ ეტაპზევე დასვან. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო სტადიის ალცჰაიმერი მკურნალობას თითქმის არ ექვემდებარება. ტესტი უკვე დაამტკიცა ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ. ამ ტიპის ტესტის მთავარი პლუსი მისი სიმარტივე და ხელმისაწვდომობაა. აქამდე ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმა მხოლოდ ძვირადღირებული სკანირებითა და გამოკვლევებით ხდებოდა. სისხლის ტესტი ზომავს პროტეინს სახელად ტაუ. ეს პროტეინი ტვინის ფოლაქებსა და ნაწიბურებში ლაგდება, რაც ტვინის ფუნქციონირებას აფრკოლებს. ამ ტესტის სიზუსტე 95-დან 97%-მდე მერყეობს. ტესტი პაუ პროტეინს იქამდე აღიქვამს, ვიდრე ალცჰაიმერის სიმპტომები თავს იჩენს. ტიტანიკის ერთ-ერთი უმდიდრესი მგზავრის ოქროს ჯიბის საათი აუქციონზე £1,000,000 გაიყიდება. ისიდორ შტრაუსი და მისი მეუღლე აიდა იმ 1500-ზე მეტ ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც ნიუ-იორკში მიმავალი ტიტანიკის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ. შტრაუსის ცხედარი ატლანტიკის ოკეანეში კატასტროფიდან რამდენიმე დღეში იპოვეს 18 კარატიანი ოქროს ჯულს იურგენსენის ჯიბის საათით, რომელიც 2 საათსა და 20 წუთს გაჩერების დროს აჩვენებდა, მომენტს, როცა ტიტანიკი ტალღების ქვეშ გაუჩინარდა. შტრაუსეს საათი ცოლმა აჩუქა, ამბობენ, რომ მათი წყვილი ძალიან ცნობილი იყო ნიუ-იორკში. აიდამ უარი თქვა მეუღლის მიტოვებაზე და მასთან ერთად დაიხრჩო. ქალის ცხედარი ვერ იპოვეს. მათი სიყვარულის ისტორია კი ფილმმა ტიტანიკმა შემოინახა. აიდა და ისიდორი სწორედ ის მოხუცი წყვილია, რომელიც ერთმანეთს ეხუტება, როცა გემი იწირება. ეს წავის ტირილის ხმა. ვეტერინარებმა მუხლუხო დაარქვეს პატარა წყლის წავს, რომელიც კალიფორნიაში ნისლის გამო მდინარეში დაიკარგა და რამდენიმე საათის განმავლობაში დედას უშედეგოდ უხმობდა. ადგილობრივებმა ის სწორედ ტირილის ხმაზე იპოვეს და ცხოველთა დაცვის ცენტრში დარეკეს. ჩვენ ჩავწერეთ, როგორ ტიროდა პატარა წავი. ის ბლუთუზიან დინამიკში ჩავთეთ და მდინარეს ავუყევით. 2 საათის განმავლობაში ვეძებდით ზრდასრულ წავს, რომელიც ნავს მოუახლოვდებოდა. 2 საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ნავთან წავმა მოცურა. ვეტერინარებმა კი მას შვილი დაუბრუნეს. ამ მომენტში ტირილი დავიწყე, რადგან ჩვენ ეს გამოგვივიდა. ამ სახეობის თითოეული წარმომადგენელი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი უნდა გადარჩნენ.